Hello, ladies and gentlemen. This fight is 3 rounds in the TFC lightweight division. Introducing first, fighting out of the blue corner, an MMA fighter making his debut in the TFC, weighing in at 70 kilograms. Fighting out of Tbilisi, Luka Dzimistarishvili. And now, introducing his opponent, fighting out of the red corner, a boxer also making his debut in the TFC, weighing in at 70 kilograms. Fighting out of Tbilisi, Andrea Nadirashvili. Watching striking match you
Takedowns Atitsami darcha. Atitsami. ისევე ეცდებიან ტექნიკურ სტრაიკინგში დაუდგნენ ერთმანეთს. კერპიკის ძალა თუმცა აი ეს მოვიკერპი მოხდა. კერპიკთან ზედიზეთ სამი კერპიკის ძალა. შეცდე. ადირაშვილი შეგიძლია აქ ჯებები შეცდე თუ სიმისტარიშვილისგან სანტიმეტრები იცავენ ექრანს. კარგი კერპიკი. კიდევ ერთ კერპიკი. ჯეფსტრეიტის ცელობა თუმცა კონტროლობდა ოქტაგონს და უფრო მეტ კერპიკებს და ბოგიჯებს. ყავდა თავის მოწინააღმდეგეს. საკმაოდ ახლო ჩუბია ძალიან შურება არ არის შორსოვის თუმცა კეიჯ ფოტოედაც უფრო მეტი აქტიობით შეეძლო დაშუნა წაჭრილი გამოსა. ოთხ ნახევარ მესამე რაუნდში აგებდა სიმსტარიშვილის ბიჭო, გიო. ათი წამი რა. ბოლო მესამე რაუნდი წავიდა. მესამე რაუნდში სიმსტარიშვილი პირველ რაუნდში ისო კერპიკი. მედიაშვილის კერპიკი ისე.
და თუმცა ძალიან მომავალ შესრულებით მეცნიერა Ladies and gentlemen, your winner by unanimous decision, Andrea Agassi! Andrea, you also tourist მოგება საკმაოდ ახლოება ამას მომენტებში, თუმცა შენი პრესერი და შენი კაპიტელი და გრეფიტი რამდენი ბოლოს ეს ბრძოლა მოიგე. შენი გეიმპლეი გაგვიზიარა, შენი გროდა რამე ხوار იყო რაც დაშიცვალე ჭუაჭუში ან რამე ხوار გაგაუცა. პირველ რიგში მადლობა უფალს თითოეული შესაძლებლობის რომელიც გამაჩნია. მადლობა ჩემს ძალიან გუნდს, ოჯახის წევრებს და თანკაცებს როგორც თქმისთვის და ხანდაჭერისთვის. რაც შეეხება გეიმპლანს, ბიჭები მეხმარებოდნენ ბოლომდე. რავი, ბევრ რჩევას მაძლევდნენ. სამწუხაროდ ორი კვირით ადრე ცოტა თითი ვიღრძე და ამის გამო ახლაც ბოლომდე ვერ ვიყენებდი მარჯვენა ფეხს ფაქტობრივად და მხოლოდ ქალშტიკებით გამოვედი, თორე հետგიგით საკმაოდ მიყვარს. ხო და მაქედან გამომდინარე ძალიან მაგარი ბიჭია ჩემი მოწინააღმდეგე ლუკა ჯიგარი ხათმაო ბრძოლისაკებისთვის, ჩაბარებისთვის და პატივისცემისთვის რა. გენასხალი გულშიც მოუ. ასე მადლობა შემოწირავებს. ლუკა ეს საკმაოდ რთული ჩუმი იყო და იყო მომენტები, როცა საკმაოდ ახლოს იყო. მაგრამ საბოლოოდ ჩემი მართლა თან წავდა ჩუმი, აბა რას ვიტყვი, რას ვფიქრობ ზოგადად ამ ყველაფერზე. პირველ რიგში მადლობა ყველა მორწმუნეებისთვის და რავი, ალბათ ჩემი ბრალი იყო კარტიოს ხელკარგად ვერ მომაზადე და მომავლისთვის უკეთ მომიდადები და პატივისცემა შემოწინააღმდეგეს მადლობა ყველას. მადლობა და ჩვენ ძალიან კარგი ჩუმი და ვიდეო მოშიშ შორს ორგანიზაციას.